უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ ასიაფასებს კახაკალაძე BBC-ს ყალბიში ნარსის ფილმს, რომლის მიზანი საქართველოს სტაბილურობის შერყევაა. სუსის გამოძიება დაადგენს, ვინ იყო საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ჩართული. უწყება გამოძიებას სწორედ ახლა ამ მიმართულებით ატარებს. მარიამ ბუღაძე გააგვაცნობს უფრო ვრცლად დედაქალაქის მერის ვიდეო მიმართვის შინაარსა და შეფასებებს ამ თემაზე. ვერშემდგარი რევოლუციის შემდეგ ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ ერთადერთი მიზანი ჰქონდა დაეზიანებინა ქვეყნის იმიჯი, სტაბილურობა და საზოგადოებაში შიში და უნდობლობა დაეთესა. ბრალდებებს, რომელიც BBC-ს ფილმში გაჟღერდა, დღეს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა ვრცლად უპასუხა. კახაკალაძე ფაქტებით საუბრობს, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში ეგრეთ წოდებული კამიტეს გამოყენება არ მომხდარა. ითქვა, რომ კამიტეს ჯანმრთელობაზე საშინლად მოქმედებს, მას აქვს მძიმე ეფექტი და ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგსაც იწვევს. სტატისტიკა კი ადასტურებს, რომ საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებისთვის მსგავსი ჩივილებით არავის მიუმართავს. დეზინფორმაციული კამპანიის უკან უცხოური სპეცსამსახურები და მათთან კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები იდგნენ, რაც ადასტურებს იმას, რომ BBC-ს ფილმი პოლიტიკურად მოტივირებული იყო და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. ასევე საუბარია იმაზე, რომ BBC-ს ფილმში კიდევ ერთი დეზინფორმაციული კამპანია იწარმოებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, რაც თავის დროზე ელთო ოდერის დასკვნამაც უარყო. ბრიტანული მაუწყებლის BBC-ს მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც თავიდან ბოლომდე ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზია. აწყობილი გახდა ხელოვნური ტრიგერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალი ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ. დაეზაფრათ მოსახლეობა და გამაოგნებლად ცრუ ბრალდებით აჟიოტაჟი გამოეწვიათ. ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და კონტროლირებულმა მედია საშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტოქსიკურ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტები, რომ თეორიულად მისი გამოყენების შემთხვევაში ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას დაეტყობოდა წარუშლელი კვალი. და ამაზე უფრო მეც გეტყვით, რომ ზოგადად კამიტეს ზემოქმედება ძალიან მაღალი ალბათობით გამოიწვევდა ლეტალურ შედეგებს. ამის პარალელურად საქმეში არ არსებობს არც ერთი დაზარალებული. კანონსაწინააღმდეგო აქციების არც ერთ მონაწილეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად არსებული ჩივილებით. რეპორტაჟში მტკიცებით ფორმაში არის ნათქვამი, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. მაშინ, როდესაც ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს, ხოლო არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა კონკურენტულად ქართული ოცნება არჩეულ ხელისუფლებას. ამავე რეპორტაჟში საუბარია მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, როდესაც საზოგადოებამ ყველაფერი ნახა საკუთარი თვალით. თუ როგორ ძალადობდნენ აგრესიული დაჯგუფებები უცხოეთიდან დატრენინგებული ეს ძალადობრივი ჯგუფები სამართალდამცავ უწყებებზე. ამავე რეპორტაჟში საუბარია გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც მსხვერპლის როლშია გამოყვანილი და მოხსენებულია როგორც პოლიტიკური დევნის ობიექტი, მაშინ, როდესაც ბაჩიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს ორი ინსტანციით არის დადასტურებული. ბრალდებების აბსურდულობაზე BBC-ს ფილმში მონაწილე მოქალაქეების შეცვლილი ჩვენებებიც მეტყველებს. ქართულ ოცნებაში ითქვა, რომ ყველა ადამიანი, რომელმაც მიზანმიმართულად დააზიანა ქვეყნის ეროვნული ინტერესი, კანონის წინაშე აგებს პასუხს.
ვენეციის ფილმის ბოლომდე არც იყო ეთერში გასული ლამის როცა ჩვენ უკვე მოვისმინეთ ულსონის რაისაიებნევიჩიანეს ლუაზოს და სხვების იმ ცნობილი ევროპარლამენტარების თუ სხვადასხვა თანამდებობის პირების რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ ჩვენი ქვეყნის ადმინისტრობით რადგან კიდევ ერთხელ უნდა შენახულიყო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი ყველა ის საშუალება რომელიც გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა აქციების დროს იყო ის ნივთიერებები რომლებიც დაშვებულია საერთაშორისო კანონმდებლობით რომელსაც იყენებს საფრანგეთიც, გერმანიაც, იტალიაც, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატები, მაშინ როცა ამის აუცილებლობა არის. დეзინფორმაციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, ახალი პროვოკაციების აგორება, მღელვარების გამოწვევა ისევ ჩვენს მოსახლეობაში თითქოს და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა. თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ, როგორც კი სამართლებრივ ჭრიში გადაინაცვლა ამან ყველაფერმა ის მთავარი მოწმეები, რომლებიც BBC-ს ყავდა დასახელებული, ყველა ესე იგი ერთად ასაფსავებს ხელს და ამბობს, რომ ეს არ მithქვავს, მე არ გამომიკვლევია, ლიტერატურის გაცნობა ვერ მოვასწარი. ვინ იდგა საინფორმაციო ტერორიზმის უკან და რა მიზანი ჰქონდათ მათ ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაადგენს.